დაპირეთერში. კონტროლის პალატამ ნაციონალური მოძრაობის წევრის სამართალდამღებად ცნო. საქმე ეხება ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის საჩუქრად ღვინისა და ცხრის დარიგებას. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა კახა ბარათაშვილმა ქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხარი საკუთარი სახსრებით გადასცა. კონტროლის პალატის ცნობით ბარათაშვილმა პარტიის სასარგებლოდ 7920 ლარი უკანონო შემოწირულობა განახორციელა. არასამთავრობოების ნაწილი ნაციონალური მოძრაობის წევრის ქმედებას ამომრჩევის მოსყიდვას უწოდებს, მეორე ნაწილი კი საქმის დეტალურ შესწავლამდე შეფასებისგან თავს იკავებს. ადმინისტრაციული საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე გადაეგზავნა. მეშვიდე მიკრორაიონი ნომერი 12. ეს ერთ-ერთი ადგილია ქალაქ რუსთავში, სადაც სააღდგომოდ ცხარი და რამდენიმე ლიტრი ღვინო დარიგდა. უბნის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ დღესასწაულის წინა დღეს მათ საჩუქრები მართლაც მიუტანეს. დიმიტრი მხეიძე ყვება, რომ ადამიანი, ვინც მას 1 სული ცხარი და 10 ლიტრი ღვინო გადასცა, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლად გაეცნო. ცხარი მოიყვანეს და 10 ლიტრი ღვინო. დაჯექი და იქეფეთო. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვინ იყვნენ, ჩვენ ვკითხეთ, ვინ ახალ საიდან არის ეს საკრებულოს წევრი, სხვა მეტი არაფერი. რუსთავის საკრებულოს ეს წარმომადგენელი თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს როგორც კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული მოკვლევა, ისე თავად ბარათაშვილი. ჩინოსანი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელიც არის, ამბობს, რომ საჩუქრები რუსთავის რამდენიმე უბანში მართლაც დაარიგა, თუმცა მხოლოდ საკუთარი დანაზოგის და არა ადმინისტრაციული სახსრების გამოყენებით. ეს იყო პირადი ჩემი სურვილი ამის გაკეთება, აქ არავით არის ადმინისტრაციული ხარჯები ან სხვა რაიმე, ასე ვთქვათ, ჩემს გარდა ყოველ შემთხვევაში და ჩემი ინიციატივის გარდა როდის გამიკეთებინა არაფერი არ. კონტროლის პალატამ, რომელიც მომხდარით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა კახა ბარათაშვილის ქმედებას, კვალიფიკაცია უკვე მისცა. ეს უწყების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევა, კერძოდ კი პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელება. სამართალდამღებად ცნობილი არის უშუალოდ კახა ბარათაშვილი. მის მიერ პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულმა უკანონო შემოწირულობა შეადგინა 7920 ლარი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით პარტიისთვის განხორციელებულ შემოწირულობად მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკური ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა არ ითვლება. კანონი პარტიის მიერ მოქალაქისთვის ფულადი სახსრებისა და საჩუქრების გადაცემასაც კრძალავს. პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა მიწოდება და გავრცელება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით კახა ბარათაშვილმა საჩუქრების დარიგებისას გვერდი სწორედ ორგანული კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს აუარა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს. სამართლიან არჩევნებში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა უფრო მძიმე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ამომრჩევლის მოსყიდვას, რომელსაც კანონი ასე განმარტავს. საარჩევნო მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების და სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემა ან გაწევა. კონტროლის პალატა ადასტურებს ფაქტს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გადასცა ფულადი მატერიალური საჩუქრები და დაურიგა ეს მოსახლეობას, ანუ ეს ფაქტი დაადასტურეს მათ და თავისი არსით ეს ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის დასჯად ქმედებას მოსყიდვას. კონტროლის პალატის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ამ ეტაპზე უჭირთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამისთვის იმ გარემოებების დეტალური გაცნობაა საჭირო, რომელთა საფუძველზეც დასკვნა მომზადდა. თუმცა თავად რეაგირების ფაქტი მათი აზრით პოზიტიურია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დაინტერესება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც შეეხება უკვე კონკრეტულად როგორი გადაწყვეტილება მიიღო, ამის შეფასება ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან რთული არის გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინახავს კონკრეტულად სამართალდარღვევის ოქმი და მხოლოდ განცხადების საფუძველზე, რომელიც გავრცელდა, ამ შეფასების გაკეთება ძალიან რთულდება. ყველა მასალა კახა ბარათაშვილის ქმედების გარშემო, რომელიც კონტროლის პალატამ სამართალდარღვევად უკვე ცნო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კახა ბარათაშვილს შესაძლოა უკანონოდ დახარჯული თანხის 5 მაგი ოდენობის გადახდა.